მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირჩი მეტი თავისუფლებისა და ახალის პრესსამსახურის წარმომადგენლებს ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურეს 4,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდამღვრელთა კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელის მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ შუშოსოვის, სხვათა შორის ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა, მანდატურის თანამშრომლობა რამდენი პირიც კი გააძევეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა. გადაცემა სწორედ ჩვენ მირანდა ბაღათურიასთან ჩართვით დავიწყებთ, რომელსაც მივესალმები და რომელიც გადაურჩა დაპატიმრებას, გილოცვალ მირანდა დაპატიმრებას გადაურჩი. და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა. და მაინტერესებს ამ საქმესთან დაკავშირებით რა რისი თქვა შეგიძლია მეტი დეტალის ჩვენი მაყურებლებისთვის და რადიო მსმენელებისთვის, ანუ რეალურად როდის მოხდა ინციდენტი, რას გედავებოდნენ და ასეთი რა ჩაიდინეთ პატიმრობას რომ ითხოვდნენ. პირველ რიგში მადლობა მერაბ დაინტერესებისთვის, მადლობა პალიტრას, მინდა ამის თქმა, რომ პალიტრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს, იმიტომ რომ ჟურნალისტიკა სწორედ ამ ჰოლდინგინგ და დავიწყე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, საქმე ეხება 17 აპრილს ჩვენი მეგობრის დაკავებული საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესს, რომელიც დაიწყო დაახლოებით 15:30-ზე. სასამართლო შენობაში ვიმყოფებოდი მეც, თუმცა სხვა მიზეზით. ნიკა გვარამიას აღკვეძე უნდა ემსჯელა მოსამართლეს, ამიტომ როგორც პარტია ახალის პრესის და კომუნიკაციის ხელმძღვანელი ვალდებულება ჩემი და პროფესიული მოვალეობის შესრულება მიწევდა და ვიყავი პარალელურად საბას ხვიტარიძის პროცესისა მეორე სართულზე, საერთოდ სხვაგან ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე. რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 2 საათი და როდესაც დასრულდა სასამართლო პროცესი მეორე სართულზე ნიკა გვარამია მივიყვანე მედიის წარმომადგენლებთან, იქ უნდა გაეკეთებინა მას კომენტარი და ბუნებრივია ჩემი მოვალეობაც პროფესიული სითვალისწინებს რომ მასთან ერთად ვიყავ, ამიტომ დაახლოებით კომენტარი გაგრძელდა 7 წუთს. შუა კომენტარის დროს ჩვენ შემოგვესმა პირველი სართულიდან ხმაური რა დროსაც მეორე სართულიდან რამდენიმე ადამიანი ქვევით ბუნებრივია, ეს არის ბუნებრივი რეაქცია ჩავიდნენ, დაინტერესდნენ რა ხდებოდა, თუმცა მე არ ჩავსულვარ, იმიტომ რომ ვასრულებდი კიდევ ერთხელ ვიტყვი პროფესიულ მოვალეობას. როდესაც დასრულდა ინტერვიუ ნიკა გვარამიასი, მე შეიძლება ითქვას მეორე სართულიდან ყველაზე ბოლოს ჩამოვედი და როდესაც ჩამოვედი ეზოში უკვე აღარავინ აღარ იყო ხალხის გარდა და როდესაც ვიკითხე რა ხდებოდა, მითხრეს რომ იკითხებოდა საბას ხვიტარიძის საქმეზე მირიან ქავთარაძე. ამის მერე გადის რამდენიმე დღე, მირეკავენ სამმართველოდან და მეუბნებიან რომ თითქოს და მედავებიან იმას რომ მე ამ მირიან ქავთარაძეს პოლიციელს, რომელიც ითვლება საბას ხვიტარიძეს საქმეზე ეგრეთ წოდებულ დაზარალებულად, თითქოს მივაყენე სიტყვარი შეურაცხყოფა. მეტი დეტალი რა შემიძლია ვთქვა ის რომ მე მირიან ქავთარაძესთან არანაირი გადაკვეთა არ მქონია 17 აპრილს. დღეს იყო თავად დაზარალებული ამ სხდომაზე იყო ბატონი მირიან ქავთარაძე. კი, მირიან ქავთარაძე იკითხებოდა საბას ხვიტარიძის პროცესს, ეს უკვე მერე გავიგებ. არა, მე ვამბობ დღეს თუ იყო მეთქი ამას. არა, დღეს არ ყოფილა. დღეს გამოუშვა მისი მეგობარი 4 პოლიციელი. და შეიჩიულეს, რომ აი ამ გოგოებმა მოგვაყენეს შეურაცხყოფა. ნუ აბსურდულობა მერაბ იმაში მდგომარეობს, რომ მე თვალით არ მინახავს და აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს საქმეზე. ვერც აუდიო ჩანაწერი, ვერც ვიდეო ჩანაწერი. მეტიც ვერც ერთ კადრში ფიზიკურად ვერ ვნახავდნენ, ან ბუნებაში რაც არ არსებობს, იმას ვერ წარმოადგენდნენ. დაიყრდნო მოსამართლეც და დაიყრდნო შსს-ც პოლიციელების ცრუ ჩვენებას მათ იცურეს უკვე სასამართლო დარბაზშიც რაც სიცხლის სამართლის დანაშაულია მოგეხსენებათ. ოღონდ ეს პოლიციელები ძალიან ბუნდოვნად მატებდნენ ხელს, ანუ 3 მათგანი საერთოდ ვერ მატებდა ხელს და ერთმა თქვა რომ უკვე მირიან ქავთარაძემ რო დატოვა სასამართლოს ეზო და მიაცილეს უსაფრთხოდ და მანქანიში ჩასვეს, კიბესთან ვიდექი და მირანდა ბაღათურია ამბობდა რომ აი ეს მონაცრუ პოლიციელია. ეს არის გახდა საფუძველი იმისა, რომ შსს ჯერ ითხოვდა პატიმრობას ადმინისტრაციულ და შემდეგ უკვე მოსამართლემ გამოიტანა ესეთი გადაწყვეტილება, რომ 4000 ლარი დავეჯარიმებინეთ მეც და ანა ყურაშვილიც.
რას უკავშირებს შენ ამ ყველაფერს ეს ბოლო კითხვა იქნება ჩემი ანუ რა მიზანი აქვს როცა თქვა ასეთ საქმეები მიაქვს სასამართლოში პროკურატურას პოლიციას ჩემი აზრით საბესხვიტალიძე რა საქმესთანაც არის დაკავშირებული საქმე ეხება ოპოზიციის შეხვედრას მერიოდთან სწორედ ამ ამბავში მე ვარ და საბესხვიტალიძის ნაწილშიც მე ვარ თავარი ერთ-ერთი მოწმე ამ საქმის და ნუ ესეც ძალიან გაუგებარია იმიტომ რომ მე როცა საბესხვიტალიძის თავარი მოწმე ვარ მე ვიცი როგორც ჟურნალისტმა ყოფილმა და როგორც ბუნებრივი ადვოკატებისგან ვარ გაფრთხილებული რომ პროცესზე კი არა დასწრების უფლება ახლო-მახლოს არ მაქვს სიარულის უფლება იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს არ გადავეკვეთო რადგან მართლა ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვარ ამ საქმეს მე უკავშირებ იმას, რომ მირიან ქავთარაძე ძალიან კარგად გამიმახსოვრა მეც და ანა ყურაშვილის მერიოდთან, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც შევამჩნიეთ ისინი სამოქალაქო ფორმაში, როგორც იქცეოდნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკებივით, პროვოკაციას ცდილობდნენ, უზრდელობდნენ, იდგნენ ძალიან ახლოს მერიოდთან და მქონდა გონივრული ეჭვი, რომ მათ პროვოკაცია უნდა დაიწყოთ. ჩემი აზრით მირიან ქავთარაძე აი პირად შურისძიებაზეა გადასული რა, რაღაცა ქუჩის ბიჭია ჩემი აზრით და არა პოლიციელი, რომელიც ესე თავისი კავშირებით ცდილობს, რომ გავიდეს იმ ადამიანებამდე, რომლებმაც მას ხელი დაადეს. მე ასევე 17 აპრილს სხვისი გადაღებული ვიდეო გამოვაქვეყნე Facebook-ზე, რომელიც რომელსაც ძალიან ბევრი გადაზიარება აქვს და ძალიან დიდი აღშფოთება მოყვა და ამასაც უკავშირებ, რომ ჩემი სახელი გვარი აქედან ისმის, რომ რაღაც თქოს არ მაპატიეს და შური იძიეს იმაზე, რომ აი როგორ თუ შენ მირიან ქავთარაძის ვიდეო გამოვაქვეყნე, ან როგორ თუ შენ ხარ საბესხვიტალიძის პროცესზე მთავარი მოწმე. ეს არის ერთადერთი გონივრული ეჭვი, რომელიც მაქვს. ანუ ხო, ნუ ზეწოლის მოხდენა შენზე როგორ ხო, კი, რა თქმა უნდა რა და თან რაღაცა თავისი კაცური ეგოს დაკმაყოფილება როგორც ქუჩის მართლა, იმიტომ რომ მე არ აღვიქვა მას როგორც პოლიციელად. მერიოდთანაც ესე იქცეოდა და დღეს მეტისაც გეტყვით, ის 4 პოლიციელი თვითონ მოიყვანა მანქანით და სასამართლოს ეზოში იჯდა მანქანაში. გაროთ იყო და პროცესი არ შემოვიდა დღეს. კი, ამის ფოტო პროცესი არ იყო მოწმეთ გამოკითხული, მაგრამ იდგა გარეთ მანქანაში იჯდა, ესე ჩამოწეულ ფანჯარაში, ამის ვიდეო კადრებიც გვაქვს და ფოტოებიც და უდევს მედიებს და ესე დასანახად, რომ აი მეც აქ ვარ რა, სხვას თუ არა, არაფერს გარდა შურისძიებისა და რაღაცა შეშინებისა, მაგრამ შეუძლებელია ხარ რომ ესეთ საქმეზე ვინმე შეერჩინონ, მით უმეტეს როცა ესეთი პროცესებია უკვე დაწყებული. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ. მირანდა ბაღათურია, პარტია ახალის პრესამსახურის თანამშრომელი, გვერდთვებოდა, რომელსაც შესაძლოა ედავება პოლიციელი შეურაცხყოფას სასამართლოში და ითხოვდა მისთვის პატიმრობას. ნუ სასამართლომ გამოიჩინა მოწყალება და 4000 ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. თუმცა პატიმრობას ვერ გადაურჩა ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, დავით გუნაშვილი, ჯგუფი ფარის წევრი, თავდაცვის სამინისტროს ადამიანის რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. და 7 დღე მოიხადა ციხეში მივესალმებ მას და მივესალმებ ასე კიდევ ერთ სტუმარს ნიკა ჩიტაძეს პოლიტოლოგი ნიკა გამარჯობა მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ნუ თქვენ მოგიწვიეთ ზოგადად ქვეყნის შექმნილ ვითარებაზე სასაუბროთ და ვინაირე პროცესების შესაფასებლად თუმცა დავიწყებ ბუნებრივია შენი ამბით იმიტომ რომ ამ პატიმრობის მერე 7 დღიანი პატიმრობის მერე პირველად ხარ სტუმრად და შენი ამბავიც რო უთხრათ ჩვენს რადიო მსმენელებს, მაყურებლებს, რისთვის დაგიჭირეს 7 დღე რატომ ჩაქსვეს და იქ რა სიტუაცია დაგხვდა ამაზეც რო გითხრა მე ორი ოდესეთ. კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ ჩვენს მაყურებელს. ეხლა დეტალურად არ მოყვები ამ ამბავს, მაგრამ ნუ გზის გადაკეტვა და პოლიციის მითითებისთვის დაუმორჩილებლობის მუხლები იყო ჩემს წინააღმდეგ, ანუ ჩემთან მიმართებაში. და თემა იყო ის, რომ იქ იყვნენ ანუ პროტესტანტი გოგოები, იდეაში იყო ანუ რაღაცა დედების აქცია და გადაკეტეს რუსთაველი და ეს იყო გამოხმაურება იმ წინადღის დაკავებებზე, როდესაც ახალგაზრდები დააკავეს, იმიტომ რომ ქრისტე აღსდგა უთხრა პოლიციელს, ხო? ესეთი აღქმა აქვს მოკლედ საპროტესტო საზოგადოებას. პოლიციელებს და სხვა აღქმა აქვს, მაგრამ მაგას რეალურად მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. და ნუ იქ იყო რაღაცა სიუხეშე და ასე ვთქვათ რეალურად არასაჭირო ქმედებები პოლიციის მხრიდან ამ პროტესტანტების გზიდან გასაყვანად და მაგ მომენტში მე ვცდილობდი მიმეთითებინა რომ ემოქმედათ ანუ არ ემოქმედათ უხეშად რაღაცა შედარებით ანუ როგორც წესდებაში უწერიათ ისე ემოქმედათ და იქ უკვე მე ხელმძღვანელი აღმოჩნდა რომელიც ასე ვთქვათ გამოირჩეოდა
რაღაცა ომახიანი დამოკიდებულებით იმ თვალსაზრისით, რომ ესე ელაპარაკებია პოლიციელებს და ასე შემდეგ. და ხა მე აღელვებული ვიყავი რეალურად იმ თვალსაზრისით, რომ სულად ეკცეოდნენ რა, რეალურად ეხა კადრებშიც ჩანს, ხო, უხეშად ეკცეოდნენ, რომ ეს საერთოდ საჭირო არ იყოს ითი რაღაცა. ნუ მოკლედ ამ ეს პიროვნება თურმე ელოდება დაწინაურებას მინისტრის მოადგილედ და ასე თქვა გაყეჭებული იყო ამ ამბით თუ რა იყო, მე ვთხოვ იმას რომ ეთქვა ჩემთვის რა ერქვა და ვინ იყო და რა თანამდებობა ეკავა და რაღაცა ყვირილის მომენტი იყო რომ შენ მე როგორ უნდა ვინახარო შენ შენ გითხრა ხო მე ვინახარო და ასე შემდეგ და ხო რაღაც ანუ ეს ცოტა სისტემური ანუ მე მქონდა განცდა რომ რეალურად რას აკეთებენ ესენი რატო აკეთებენ და ეს მოვიდა რომ შენ ესენ უელაპარაკებ ნუ ხა ბლატაობას თუ დავარქმევთ ოკეი შეიძლება ვიღაცა ჩაუთვალოს ვიღაცას ბლატაობა მაგრამ ხა ეს პოლიციელი არის საბოლოო ჯამში ხო და მე ბლატავება ანუ რეალურად მისი ქცევა იყო გამოკვეთილი ხა რო ახსენა ქუჩის ბიჭი აი ქუჩის ბიჭის ქცევა იყო და აშკარა არის რომ ანუ მაღალ თანამდებობებზე არიან რაღაცა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები და ზოგადად ეხლა იქ შიგნით რომ შეხედო კულტურა და ურთიერთობების სტილი ხო არის ესეთი რაღაცნაირი სისტემა შიდა კულტურა არის ესეთი რაღაცა არაფორმალური საძმოს თუ ბანდის თუ რაღაცა ესეთი ტიპის ურთიერთობები არის რა და ეს არის ძალიან სვალსაჩინო, ანუ იქ რომ მოხვდები, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე რაღაც კომუნიკაციისას ბევრი ნორმალური ადამიანი შეხვდება და შემოდიან ნორმალურ კომუნიკაციაში და ასე შემდეგ, მაგრამ აი კიგადაში გნახავთ ელემენტებს, რომლებიც აი რაღაცა ესეთ ქუჩურ ქცევაში ავლენენ თავიანთ თავს და ძალიან ასე ვთქვათ დეფიციტი არის აი ფორმალური თანამდებობრივი ურთიერთობების რაღაცა სუბორდინაციის და ასე შემდეგ ძმაოებით ელაპარაკებიან ერთმანეთს და ანუ ის სიტყვათა ის ლექსიკა როგორც ისინი ურთიერთობენ ეს მიუთითებს იმაზე რომ ეს სისტემა არის რაღაცა სუბკულტურა და ეს სუბკულტურა არ ემსახურება რეალურად ანუ ეს სისტემა თავის სუბკულტურით არ ემსახურება რაღაც ქვეყნის ინტერესებს ამაზე არ არის ფოკუსირებულია საკუთარ თავზე ანუ სისტემა არის ფოკუსირებული იმაზე რომ იყოს გაძლიერებული და ისინი ვინც სარგებლობენ ამ სისტემის ბენეფიტები და ეს არის ხალხი ძირითადად რომლებიც ნეპოტიზმით და ფავორიტიზმით მიიწევენ საკარიერო კიბეებზე იქ არ არსებობს ობიექტური საკარიერო პროცესი ეგ უბრალოდ არ არსებობს და შესაბამისად აი პოლიციელი თუ ყავდა მამა ან ბიძა ყავდა ან ვიღაცა პატრონაჟი ან გავლენით ვაჭრობის ამბავში შე რაღაცა მომენტში კარგდროს კარგს იმაში აღმოჩდი მიიწევ რაღაცნაირად ოღონდ ამ სისტემასთან ვალდებულებაშიც შედიხარ ეს არის ძალიან მანკიერი სისტემა ასე ვთქვათ რა და ბატონო როგორც ვთქვი პოლიტიკურ პროცესებზეც ესაუბრებოდი მათ და ანუ რა განწყობა არის თვითონ სისტემაში კომუნიკაციაში და ანუ პოლიტიკურ როგორ არის ისე რაღაცა გარკვეულ საინფორმაციო ასე ვთქვათ ვაკუუმში იმყოფებიან ესეთი რუტინითაც ძალიან დატვირთული საუბრობთ ხა პოლიციელები ხო და იზოლატორის თანამშრომლები მაინც და მაინც კრიტიკულ ანალიზში არ შედიან ანუ აქ შიდა საინფორმაციო ველია ხო მაგრამ ანუ იდეურადაც უჭერენ ხარს ხო ამ ხელისუფლების ქმედებას ნახეთ როგორ არის გააჩნია რა თუ ისინი ვინც აი სისტემასთან ისეთ სიმბიოზში არიან რომ ანუ სისტემით დაინტერესებული არიან რომ სისტემა იყოს ასე ვთქვათ არ შეიყეს და პრობლემა არ შეექმნას იმიტომ რომ სარგებელს იღებენ ამ სისტემისგან ესენი კი ბატონო ანუ ამათ უნდათ რომ რაც მეტი სტაბილურობა იყოს რა ვერ ვიტყვი ახლა რომ მაინც და მაინც გაგიჟებულები არიან ახლა რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერით რატომ ამბობთ ახლა ჩვენ გვახსოვს ახლა კადრები ეს გდდ-ს თანამშრომლები და ისინი ხალხს რო ცემდნენ და ურტყამდნენ და იჭერდნენ თან ამ რაღაც პოლიტიკურ ლოზუნგებს ისროდნენ რომ აი თქვენ მოღალატეებო რა საზიზღრებო ვისთან ერთად ხარ და რაღაც ეგეთე ესეცებდნენ ხო ხო ანუ აქ არის თითქოს აი ამ რაღაც მესიჯებს რასაც ხელისუფლება ამბობს იმეორე კი ანუ ეს პროპაგანდისტული ხაზი და ნარატივი შიგნით შიდა საინფორმაციო ველში მუშაობს რაც ხელმძღვანელობიდან მოდის რომ აი ეს ხდება ხალხო ესენი არიან ნაცები არიან ესენი და აი ეს რა ქვია ესენი გვებრძვიან ახლა ჩვენ და ანუ არიან ჩვენი მტრები ახლა ძალიან უუტრირებ ხო ანუ უხეშად რო ვთქვა ძალიან ზოგადად ეგ არის ნარატივი და ჩემთვისაც უკითხავთ მაგალითად რომ აი მაგათან ერთად როგორ შენ ესეთი ბექგრაუნდით რო ხარ და ვიცით რომ იქაც ის იყო იმ წინა რეჟიმთანაც და რაღაცა ეხლა რატოდ გახარ აქ
ხო, აი ესეთი რაღაცები აქვს. ანუ კრიტიკულ ანალიზში არ შედიან, რაღაცა ინფორმაციას არ ეძიებიან ხა იქით რა ხდება და აბა რატო ვინ არის და ასე შემდეგ რა. და შესაბამისად ხა და ეს ვინ სისტემას ემსახურება და აი შეზრდილი არის. დანარჩენები ვინც ამ სისტემაში მოხვედრილია, იმიტომ რომ რაღაცა ამ პროფესია აირჩია ესეთი რაღაცა შესაძლებლობა გამოუჩნდა და რეალიზების შესაძლებლობა გამოუჩნდა, ხო, თქვა რაიონიდან ჩამოვიდა და ან სპორტსმენი იყო და მოხვდა ამ სისტემაში, ხო? ის არის რეალურად ჩემი გადმოსახედი და მსხვერპლი არის ამ სისტემის. უბრალოდ იმას სხვა გასახანი არ აქვს ხა და რაღაცნაირად ბევრი პირადი ძალისხმევა ჩადო იმაში რომ როგორ რაღაცისთვის მიეღწიან ხა ამ ყველაფრის თან კრედიტი აქვს ბავშვები ყავს რაღაცა და ამ ყველაფრის ხა რაღაცა უცებ იმაში გადაყრა არ მომდათ მაგრამ იქ იმ დიალოგში არ შედიან რომ აქ ქვეყანა რუსებს მიაქვს და ეს მოღალატეობრივი ხელისუფლება და მთელი ამბავი ამ დიალოგში არ შედიან აქ ინფორმაციული ვაკუუმია და ამ ვიწრო პერსპექტივიდან უყურებენ ამ ეგრე არ აღიქვა. არ აღიქვა. ძირითადად არ აღიქვა. ნიკა, თქვენ აზრი მაინტერესებს ამ შექმნილ ვითარებაზე და ზოგადად ამ დაჭერებზე და ასე შემდეგ. ეს მიმართულება ძალიან საინტერესო არის, ხო, წინა ხელისუფლების რაღაც ამბებით ჭალებში ჩავსვან ამ სიტყვას პრავდება, ხო, ყველაფერი. აგერ ხა წულუკიანის კომისიაც არის შექმნილი. და შესაბამისად 12 წლის თავზე კვლავ ახსენებენ ხალხს, იძიებენ რომ კითხვა სამდეში ვადანაშლო ხალხს გაახსენონ რა ხდება იმ რეჟიმის დროს. იმ რეჟიმის დროს ბევრი რამ ცუდი ხდებოდა მართლაც. უხდათ იმისა რომ შენ ხარს უჭერდი როგორც მახსოვს წინა ხელისუფლებას, მაგრამ 12 წლის თავზეც კი სწორედ აი ეს არის ერთ-ერთი გამართლების საფუძველი. დღეს და შესაბამისად ბევრი ადამიანი მიყვება მას იმ სისტემაშიც კი ახლა როგორც დათო საუბრობდა შესოსოში სადაც რომელზეც იდგა თავის დროზე ის წინა ხელისუფლებაც ხო ეხლა ვანომერაბიშვილის შექმნილია ეს შესოსო საბოლოო ჯამში და დღეს ეხლა სიმპტომატურია რომ ისინი ეუბნებიან ადამიანს რომ ნაცების გვერდით რატო დგახარ ხო როცა ეს ბევრი ნაცი და პროკურორი იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ეხლა ამ ხელისუფლებას ემსახურება მოკლედ რისი თქვა კიდე შენ გამოსავალს რაში ხედავ რეალურად ამ სიტუაციიდან ხო რაღაცა შენ ითხოვ ქუჩაში გამოსული ხარ რაღაცა არ მოგწონს ეუბნები ადამიანებს რომ თუ იმ დროს არ მოგწონდა ეხლა რატო მოგწონს და ესენი პასუხობენ რომ აი ნაცების გვერდით რატო დგახარ კი ბატონო პირველ რიგში ბატონ და სოლიდარობა რა თქმა უნდა ბატონ მირანდას სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს სოლიდარობა ვინც არის უკანონოდ დაპატიმრებული თუ დაჯარიმებული მე თვითონ 4-ჯერ დამაჯარიმეს ახლა 8 მაისს მაქვს კიდევ ერთი სასამართლო ეგრეთ წოდებული სასამართლო ეს ხდომა ამ დროს თქვა სურათი იყო უბრალოდ წარმოდირო დგევარ მაგრამ არ ჩანს სად ასე თქვა და ნუ ასე თქვა მე დავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 მუხლის მეოთხე თქვა პუნქტის მიხედვით გასაგებია რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ეგრეთ წოდებული სასამართლო წინასწარ მაგრამ რა თქმა უნდა პირველი სოლიდარობა უკანონო დაპატიმრებულებს და ყველა იმ ადამიანს სოლიდარობა ვინც იბრძვის დღეს ევროპული ევროატლანტიკური პირველში ქართული ღირებული ნამდვილი ქართული ღირებულებებისთვის როგორც ასეთი და საქართველოს დასაცავად ეხლა რა შეეხება უშუალოდ აი თქვათ იმ ადამიანებს თქვათ ვინც თუნდაც იგივე ბატონი დავითი დააპატრია და სხვები იგივე თქვათ აი ალბათ მირანდას ჰქონდა საქმე მათთან ესე იგი ეს არ უნდა დაგვაქვს 2024 წლის მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ შორის ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან გაიცა 527 მილიონი ლარის მოცულობის თანხა აქედან უდიდესი ნაწილი ამ თანხის გაცემულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროზე პროკურატურაზე სასამართლო სისტემაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ხო და ეს ადამიანები ამ შემთხვევაში თქვათ ემსახურებიან კონკრეტულად რეჟიმს და არა თქვათ საქართველოს რეალობა ისეთი არის ბატონო დავითმა ისაუბრა აქ იმ შემთხვევაში რატო გეხარ თქვათ ნაცებთან ერთად და რა გინდა და ანუ პოლიტიკური ხასიათის განცხადებები თუმცა ბუნებრივია პოლიციის მოვალეობა ამ შემთხვევაში უზრუნველყოს უსაფრთხოება როგორც თქვათ კონკრეტული ქვეყანაში მოქმედი კონკრეტული ხელისუფლების ხარდამჭერების ასევე თქვათ ოპონენტების ხო ბუნებრივია ემსახურებს საქართველოს მაწერია თქვათ თუნდაც იგივე საპატრულო პოლიციის მანქანებს და არა კონკრეტულ რაღაც პოლიტიკურ პარტიას. თავისთავად ეს ეგრეა. ეხლა რაც შეეხება შესაბამისად ასე იგი ამ ქმედებებს, ნუ კარგად აქვს პოლიციელთა მხრიდან აი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების მხრიდან მართლ პარტიას გულისხმობ. ნუ კარგად აქვს ნათქვამი თქვა თავის დროზე მერაბ მამარდაშვილს, ხო კომუნისტურ პარტიაზე, რომ ჩვენო ცუდი ხალხი ვართ ქართველები, რატო? იმიტომ რომ კომუნისტურ სისტემას ხარს უჭერდით. იმიტომ კი არა მოგწონდა იმიტომ გვაწყობდაო. იმ ადამიანებს ხო ეხა აწყობთ.
ისინი აწყობთ თქვა ეს სისტემა რომელიც არსებობს ხო ისინი ბიძინა ივანიშვილს კი არ უჭერენ მხარს ისინი ფულს უჭერენ მხარს ფული ანუ ბიძინა ივანიშვილს შენ ხედავენ რაღაც გარაცა ბიძინა ივანიშვილი ხა ილია ჭავჭავაძეა თუ 16 თაყაიშვილი არის ბოდიში მომთხოვია რომ ხა მხარს უჭერდა იდეურად ხო იდეურად არ უჭერენ მხარს ანუ რეალურად ფულის გარანტია არის მათი და აქედან გამომდინარე ეს კონკრეტული ადამიანები იქნებიან ვაი პოლიტიკოსები ვაი პოლიციელები თქვა თუ ვაი მოსამართლეები თუ ვაი პროკურორები ისინი მხარს უჭერენ თქვა აი საკუთარი შემოსავლის ზრდას როგორც ასეც და ასე თქვა საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებას ხო დავით ელაპარაკა აქ ძალიან კარგად თუნდაც აი როგორ ხდება თქვა თუნდაც იგივე პოლიციის სტრუქტურაში აი ესე იგი კარიერული წინსვლა კლიენტელიზმის და ნეპოტიზმის საფუძველზე ხო ფავორიტიზმი კლიენტელიზმი სხვადასხვა ეს ყველა სამივე ტერმინი ნახსენებია 1979 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ კონვენციაში კორუფციის შესახებ, სადაც კორუფციის სხვადასხვა სახეობები არის, ანუ მარტო მეკთამეობა ბუნებრივი არ არის ამ შემთხვევაში კორუფცია, მაგრამ რეალობა სხვადასხვა ისეთია, რომ თქვა აი დაახლოებით აი კომუნისტურ პერიოდში, აშევარაძის მმართველობის დროს 90-იან წლებში აი პოლიციაში მიდიოდნენ რატო თქვა, ხო? რომ ბოდიშტო ფული ეკეთებინათ, ხო? შემოსავლის წყარო იყო პოლიცია და სპეციალურად, ანუ იმიტომ ხო არის ისინი ხო არიან დაინტერესებული თქვა ქვეყანაში მარწესრიგის გამტკიცებით, ბუნებრივი არა, ხო? ისინი მიდიოდნენ იმიტომ რომ მიიღოთ კონკრეტული შემოსავლა, მაგრამ დღეს უარესი ვითარება, რატო? იმიტომ მაშინ იმ შემოსავალს ისინი იღებდნენ ქთამის სახით, კრიმინალს რო დაიჭერდნენ, ხო? ეტყოდნენ რომ თქვა აი კვირაში მოიტან თანხას, არ მოიტან თანხას საქმეს გადავაცემ პროკურატურას, ხო? ხო და შესაბამისად, ხო? იღებდნენ ამ უკანონო შემოსავალს, მაგრამ დღეს უარესი ვითარება და რატო? იმიტომ რომ დღეს უკვე სახელმწიფო უკანონებს ამ ადამიანებს ამ შემოსავალს, რომ ესე იგი ქთამის სახით კი არ იღებენ ამ შემოსავალს, ბიუჯეტიდანია ჩვენი გადახდილი თანხით, ჩვენი გადასახადებით, ასე ვთქვათ, ისინი იღებენ შემოსავალს, ან უკანონებენ ამ ყველაფერს, რომ აი თქვა ბიუჯეტიდან თანხას გიხდი, ოღონდ შენ ამ შემთხვევაში უნდა შეასრულო შენი მოვალეობა, დააპატიმრო ბატონი დავითი 4000 ლარიანი ჯარიმა, ესე იგი გამოუწერო ბატონ მირანდას. ანუ სისტემა არათ არის მაინც, ხო? მე როგორ ხო არა პრობლემა იმაშია. სისტემა რომელიც ემსახურებოდა წინა რეჟიმს, ეხლა კარგად ემსახურება ამ რეჟიმსაც. ეხლა რაც შეეხება თქვა წინა რეჟიმს და დღევანდელ რეჟიმს შორის თქვა განსხვავება როგორც ასეთი ხო განსხვავება რატო უჭერდი მხარს თქვა მე რა თქმა უნდა ეს მას არ ნიშნავს ბუნებრივია ყველაფერი მომწონდა რა თქმა უნდა ვემიჯნები თქვა თუნდაც იგი 7 ნოემბრის მოვლენებს ის სასამართლო არ იყო თქვა დამოუკიდებელი და ამავდროულად და ამავდროულად მაშინაც მithქვია თქვა დღესაც ვიძახია მას მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის ის რომ იმ დროს პოლიცია თქვა ძირთად ებრძოდა კრიმინალს თუნდაც ეს აფრასიძეების საქმე ხო თუნდაც იგივე თქვა თუ იჯდა 25000 ადამიანი სასჯელ ასრულების დაწესებულებებში ხო ფაქტია რომ რეალობა რომ ქურდობა თქვა ხო ძაცვა ყაჩაღობა იმ დროს იყო შემცირებული თუმცა აკეთებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე და ეს ქმნიდა ამას ხო მაგრამ უარესი რა არის ნახეთ თუ თქვა აი მაგალითად ხდებოდა მაგალითად ვინმე სცემა ხო ფიზიკური კი რა თქმა უნდა მიუღებელია თავისთავად ხო არსებობს თქვა სისტემის სამართლის კოდექსის 323 მუხლი თქვა რომელიც პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებს გადამეტებას გულისხმობს ან 118 მუხლი ცემა თქვა 126 მაგრამ საქმე იმაშია რომ იმ დროს თქვა ებრძოდნენ კრიმინალს ხო თუ იჯდა თქვა იგივე აფრასიძეებს ებრძოდნენ სიტყვაზე ხო დღეს მაგალითად პატიოსან ადამიანებს მძია ამაღლებელს ებძვია და ძალიან დიდი განსხვავება ვაზაგაშვილის შორის ხო და ამ შემთხვევაში თქვა აი თუნდაც ის პატიოსან ადამიანებს შორის ეგეთის დაუჭერია ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა დღეს გუში მაგალითად იხილავდა კომისია ფოტოგრაფების საქმეს ხო ისინი ჟურნალისტები იყვნენ შესაბამისად, ანუ ესე არ იყო რომ მარტო კრიმინალს ებრძოდნენ. არა, ნახე, მერა. ფოტოგრაფება რო განაცხადეს, ხო იქ ცემეს. ამის კადრი არ არსებობს და დღეს რო ხალხო ცემა, ამის კადრები არსებობს და ენა ძვალი არა, ბევრი რაღაცა შეუძლია თქვა. ბევრი რაღაცა შეუძლია თქვა. ხა პირადად მაგათაც ჩემზე აქვს დათქვამი რომ მიშა სააკაშვილი ფულს მიხდიდა რომ მე თქვა მისი პროპაგანდისტი ყოფილიყავ და რაღაც მსგავსი სახის ტყუილები, ხო თქვა. ამიტომაც მე არ მიკვირს, როდესაც საუბრობენ რომ იქ ლარი თქვა მიდი 26000 ვაშკაც როგორ გაუპატიურეს, როგორ მიდიოდა ლარი ესე იგი ბენზინი და თქვა სააკაშვილი ეს ხო ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა ამიტომ ძალიან რამე მართალია რაღაც შესაბამისად ამიტომ ვამბობ რომ დღეს ახლა მე რატო ვახსენე ეს თემა ხო რომ დღეს 12 წლის თავზეც ამიტომ ვიკითხე რომ რა აქ რა გამოსავალს ხედავთ მეთქე იგივე და შენი აზრიც მაინტერესებს რომ დღეს 12 წლის თავზე ამ ნაცნობი მოძრაობის მიერ გაკეთებული რაღაც ცუდი საქმეები ის საქმეები რომელსაც ჩვენ მაშინ როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტები ვამხელდით
შენ ალბათ ხო იყავი როგორც მოქალაქე და ამხელდი ამ ამბავს. დღეს ეს ყველაფერი უბრუნდება უკვე იმ ხალხს, ვინც შეიძლება იმ რეჟიმს ებრძოდა, მაგრამ იმის გამო რომ ქუჩაში გამოდის და ქუჩაში ახლა გამოდის ყველა მათ შორის იმ ხელისუფლების მომხრეც ხო, აგერ მაგალითად როგორც ნიკარი გამოდიან ნაცების ასე შემდეგ ამ ადამიანებს ვერ აუგზავნა ქუჩაში გამოსვლას. ვერც ნაციონალურ მოძრაობას აუგზავნა თქვა პოლიტიკაში ყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლება თავის მომხრეებს პირდება 12 წელი რომ ნაციონალურ მოძრაობას აუგზავნაო და ეხლა არჩევნების წინ დაპირდა, კიდე გადააგდეს და უთხრეს რომ არა, ჯერ არ აუგზავნავ თუ მე ამ არჩევნების მერე ერთ არჩევნებზეც დავტოვებთ. ანუ ხო ხვდებით რა არის საქმე. ანუ საბოლოო ჯამში ყველაფრის დისკრედიტირება ხდება მაინც აი ამ ნაცების თემით. აი ეს მაინტერესებს, რატო აქ გამოსავალს რაში ხედავ შენ? ერთი მხარე არის მაგალითად იგივე ნაცების ყოფილი მხარდამჭერები თუ მოქმედი მხარდამჭერები, რომლებიც ამბობენ რომ ხალხო ეს არის პროპაგანდა, რა დროს ნაცებია და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანებს არ ესმის 12 წელი ეს და არ უნდა ამის გაგება, ანუ ვერ ეგუება ამას. შენ კი უხსნის ვიღაცა და ეუბნება რომ რა დროს ნაცებია, ეგენი ვერ დაბრუნდებიან, მაგრამ არ ჯერა იმ ხალხს რომ ვერ დაბრუნდებიან. და ეს და საბოლოოში ეს ერთ წრეზე ვტრიალებთ რა, ანუ ქართულოცამ ამბობს რომ რატო გახат ნაცები ამბობენ რომ ხალხო ეს პროპაგანდაა და ნუ უსმენ, მაგრამ ამორჩეველი მიყვება ამ ამბავში რაღაც ნაწილი ამორჩევის ქართული ოცნების. და კიდე 12 წელი შეიძლება იძახოს ვიღაცაებმა იძახოთ რომ აი ხალხო ეს პროპაგანდა რა დროს ნაცებია, მაგრამ თუ ამორჩეველი ამის გამო არ მოვიდა ხმას არ გაძლევს. ეგერ პოლიციელების თვალშიც კი ამით ხდება რაღაც დისკრედიტაცია შენი და ვიღაცების. აი აქ რა გამოსავალს ხედავ? ეხლა რამოდენიმე განზომილება აქვს ამას. პირველი ის რომ თქვათ რომ არც ერთმა ორივე რეჟიმი იყო, სხვადასხვა თვისებურების რეჟიმი იყო, მაგრამ ორივე რეჟიმი იყო შევარდნაძის პერიოდში, ეხლა რეჟიმს ვერ დავარქვენ, მაგრამ იყო რაღაცა კორუმპირებული, ასე ვთქვათ, მართლობა, ღრმად კორუმპირებული მართლობა და რაღაც ტრანზიტული მართლობა იყო და ასე შემდეგ, არ წავალ მაგ დეტალებში, მაგრამ აი მომდევნო ის ორივე რეჟიმი იყო, არც ერთმა რეჟიმმა რეალურად მართლობითი რეფორმა არ განახორციელა. ანუ ფასადური რეფორმა განახორციელა შსს და სამართალდამცავი სისტემების ძალოვანი სისტემების წინა რეჟიმმა. ამან იმ ფასადურზე კაპიტალიზაცია მოახდინა, მაგრამ საფუძვლიანი რეფორმა არც ერთმა არ მოახდინა და სისტემამ გაიმყარა თავი იმ თვალსაზრისით, რომ სიმბიოზში მოვიდა ამ პოლიტიზირების ინსტინქტთან, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ველი არის ანუ ასე პოლიტიკური ინსტინქტი მუშაობს ისე რომ ანუ ბოლომდე ჩადის ეს ვიწრო პარტიული ინტერესი მართლობაში ბოლომდე ჩადის ქვედა საფეხურამდე და მინისტრები დამლაგებლის კონტრაქტებს აწერენ პარტიურად ხელს რა ანუ იმდენად ცენტრალიზებული ანუ საბჭოთა მართლობითი სტილი და მართლობითი გარემო არ შეიცვალა საგარეო საქმეთა სამინისტროში რაღაც რეორგანიზაცია დაიწყეს რაც ეჭვია რომ გათავისუფლება მოხდება თანამშრომლებს. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, ამას რეკლამას ვერ წავიკითხა. მაგრამ მე ახლა ცოტა სხვა რამე ხო, ეს ერთი ამბავი არის. ანუ ის რომ რატო გვაქვს ახლა ეს სიტუაცია, ხო, ის რომ ეს საბჭოთა კავშირი გამაგრებული არის სამართალდამცავ სისტემებში და იქ შიგნით არსებულ სუბკულტურებში, ეს არის ეს მოცემულობა. ეს სუბკულტურები ცდილობენ რომ თავი შეინარჩუნონ რაღაცაად. იმათ არ აინტერესებთ ვინ მოვა პოლიტიკაში, იმათ აინტერესებთ რომ ვინც მოვა, იმასთან შევიდნენ ისეთ კომუნიკაციაში და ისეთ სიმბიოზში შევიდნენ, რომ ამ სისტემას პრობლემა არ დაემუქროს და ვინაიდან პოლიტიკოსები ვინც მოდიან პოლიტიკა ვინც მოდის მათთან შეხებაში ის დაინტერესებულია რომ სისტემა გაატაროს პოლიტიკური ინტერესები ვიწრო პარტიული ინტერესები აქ ხდება ეს შეთანხმება ეს პოლიტიკური კორუფცია არის ფაქტიურად რა ეხლა რა უნდა მოხდეს ახლა გამოსავალი რა არის ანუ რეალურად ჩვენი ამოცანა ახლა არის საზოგადოების პირველ რიგში იმიტომ რომ პოლიტიკური ველი ამ სხვა ინსტინქტით მოქმედებს ამ ამოცანას ვერ ასრულებს მათ როგორც თქვენ აღნიშნეთ პროპაგანდის გამო საკუთარი ბედოვლათობის გამო ერთმანეთში დაულაგებლობის და ამუნარების არარსებობის გამო შეთანხმების და ასე შემდეგ ამის გამო აქვს ძალიან დაბალი რეიტინგები, რეალური რეიტინგები, იმიტომ რომ ვიცით ახლა ჩვენ ამომრჩეველი რა მოტივები და დრაივებით, როგორც წესი, ანუ ეს რეიტინგები არის, იმიტომ რომ ის არ მინდა და ამიტომ აძლევ ამას ხმას, ხო? ეს არის ძირითადი თემა. ყველა ვერ გადალახა ეს. ვიღაცებმა გადალახეს, ვიღაცებმა თქვეს, რომ აი კი ნაცები არ მომწოდა, მაგრამ აი ახლა ისეთი საშინელება ხდება, რომ ზადვარ ოპოზიციას მივცე ხმა, ახლა ნაცებს არა, მაგრამ ლელოს მივცე, გახარიას მივცე, ვიღაცას, მაგრამ ვიღაცებმა ვერ გადალახეს მაინც. ეს მაინც არ აძლევს ოპოზიციას ხმას. ეხლა არის საზოგადოება, რომელსაც ჭირდება ბევრ რამეზე პასუხები, მაგალითად, რა იქნება მე, აი მაგალითად ჩამოვშალეთ რეჟიმი, და ამ რეჟიმს აუცილებლად ჩამოვშლით, საზოგადოება ჩამოშლის ამას, იმ პოლიტიკური ველი ამას ვერ ახერხებს. მას არ აქვს ამის კეფესიტი საზოგადოებიდან წამოვა ეს ენერგია.
და მაგრამ ჩავალი მე რა იქნება თემა აი ამაზე ჭირდება ძალიან ბევრი ადამიანს პასუხი აი მე რა იქნება ამბავზე პასუხი რომ არ არის აი ეს ძალიან დიდ პასიურობას იწვევს საპროტესტო საზოგადოებაში იმიტომ რომ იმისთვის ზოგიერთისთვის ხო რა ვიცი კონკრეტული პოლიტიკოსი და ეს რეჟიმი და ის რეჟიმი მისთვის მის ცნობიერებაში განსხვავება ხარ დიდი განსხვავება იდეაში იმიტომ რომ აქ რუსული კომპონენტია ძალიან მაგრად შემოსული ასე ვთქვათ წინა რეჟიმთან შედარებით ეხა ხო სადაც სხვა პრობლემები იყო უკვე და აქ რეალურად ფაქტობრივად ჰიბრიდული ოკუპაციის ინსტრუმენტი არის რეჟიმი ხო მაგრამ ამ ანუ ბევრი ესე ვერ აღიქვას ბოლომდე ასე კომპლექსურად და გეოპოლიტიკურად და ასე შემდეგ მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ გავაგზავნოთ ამ თემაზე შეიძლება ანუ რა პრობლემები ოპოზიციაში არის ნაციონალური მოძრაობა მთავარი პრობლემა ოპოზიციაში თუ სხვა რამეა მთავარი პრობლემა რეალურად აქეთ ხარეს ჩვენ რეკლამის შემდეგ დავუბრუნდით ას ჩვენ დავბრუნდით ეთერში შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები არიან დავით გუნაშვილი ჯგუფი ფარი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნიკა ჩიდაძე პოლიტოლოგი ჩვენ საუბრობდით კაცის ვენაწილში დაკავებებზე დავით გუნაშვილის 7 დღით იყო პატიმრობაში ამ აქციების თემიდან გამომდინარე და საუბრობდით იმ ვითარებაზე როგორც არის ქვეყანაში შექმნილი და თავარ პროპაგანდისტულ მესიჯი ხო ომის გარდა ხელისუფლების თავარ პროპაგანდისტულ მესიჯი 12 წლის თავზე კვლავ არის რომ ნაცების გვერდით გახართ, ნაცები მოვლენ და სწორედ ამ ყველაფრის გასამყარებლად მათ დაიწყეს აგერ საგამოძიებო კომისია, შექმნეს და რეალურად ხა რას გამოიძიებენ ისინი ახალს არ ვიცი, უბრალოდ რაც აქამდე ჩვენ ისედაც ვიცოდით, ხალხს თავიდან ახსენებენ ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი მუშაობს. ყველა საინტერესო ის არის, რომ შეიძლება ხა ნაციონალურ მოძრაობას არ მოსწონს, ამას რო ვამბობ, ან ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს არ მოსწონთ, მაგრამ რეალურად 12 წლის თავზე ხალხს ახსოვს ნაციონალურ მოძრაობის მმართველობა, რეალურად ამ ხალხს არა რაღაც ნაწილს მოსახლეობის არა აქვს სურვილი ამათი დაბრუნების და შესაბამისად თითქოს ეს პროცესი აი ამ მიმართულებით ოპოზიციის ფლანგზე შედის ჩიხში. იმიტომ რომ ვიღაცები მაინც რომ ეგონათ რომ 12 წლის მერე მაინც გადალახავდნენ რომ აი ნაცი მოდის და ასე შემდეგ ამ შიშს თუ სიძულვილს მე უფრო მგონია რომ სიძულვილია ვიდრე შიში ნაცების ეს არ გადაულახავთ და დღემდე მუშაობს ამას რო ხედავს ხელისუფლება ამაზე აკეთებს მერე კაპიტალიზაციას ეს კომისიაც ამას მოწმობს აი ეს ვიკითხები რეკლამამდე რომ აქ თქვენ როგორ ხედავთ გამოსავალს რა არის თავარი პრობლემა ოპოზიციაში იმისთვის რომ უფრო მეტი ადამიანი მიიმხროთ ნაცები არის ეს პრობლემა თუ სხვა რამე არის კიდე პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ რეალურად პოლიტიკურ ველს აკლია, ასე ვთქვათ, ანუ ნახეთ, შენ როდესაც წინა ხელისუფლებაში იყავი და ასევე პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა ყავდა და პოლიტიკური მიზნებით იყენებდი, ეხლა შენ რო აპარაკობ რაღაცას, ანუ ცოტა დისკრედიტებული ხარ მაგამბოში და გეჭეს, ანუ რთული არის ამ მაგალითებში. დემოკრატიაზე რო იწყებს ნაციონალურ მოძრაობა ლაპარაკს, ხო, რთულია ძალიან. ხო, რთულია. მოისმინო მათგან რაღაც განცხადებები ადამიანის უფლებების აღკვევაზე და დემოკრატიაზე. ან სასამართლოს და მინიმუმ იგივე სახეებისგან მოისმინო, ანუ შეიძლება რაღაცა სხვა პიროვნებები, რომლებიც მაინც და მაინც იმ პროცესებთან არ ასოცირდება და ასე შემდეგ, იმ ემოციებს არ აღწეროს კიდე შეიძლება რაღაცა ის იყოს, მაგრამ თემა ის არის, რომ საზოგადოების პასუხისგებლობა შემოდის და როლი შემოდის აქ ძალიან მძაფრად, იმიტომ რომ საზოგადოებას აქ ეხლა და ასწორებს ეხლა ამ ფოკუსს, ეხლა მაგალითად ჩვენ ასე ვთქვათ რაღაცა არის ერთობა საზოგადოებრივი ჯგუფების და აქტივისტების ერთობა, რომელიც ნელ-ნელა ხა ფართოვდება, კვირას იქნება აქცია და ეს იქნება პოლიციაზე მიმართული აქცია, მშველობა იქნება კახეთის გზატკეცილზე მთავარ სამმართველოს დიდი შენობა შუშებიანი, მან სადაც ჩვენ რეალურად ვისაუბრებთ რას როგორი სისტემა არის პოლიციური სისტემა, რა პრობლემებია იქ, რამხელად კიულს აყენებენ საზოგადოებას ამ სისტემის, ამ სუბკულტურის ის მესვეურები, რომლებიც აი ამ ასე ვთქვათ რაღაცნაირად სარგებლობენ ამ სისტემით და აძლიერებენ აი სუბთა საბჭოთა სტილის სისტემას და ასევე იქ გაჟღერდება ბევრი რაღაცა და გაჟღერდება მესიჯი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი პოლიციელების დაბრუნა. ჩვენ გვჭირდება პოლიციელები, რომლებიც არიან ქვეყნის ინტერესში და საზოგადოების ინტერესში. და ქვეყანა გვჭირდება, რომელიც აი ამ პოლიციელებს, რომლებიც საზოგადოების ინტერესში იქნებიან და საქართველოს მოემსახურებიან, გვჭირდება ქვეყანა, რომელიც ამათ დაიცავს, ამათ უზრუნველყოფს სოციალური გარანტიებით, ყველა იმ ასე ვთქვათ პრივილეგიებით და პირობებით, რომელიც მათ შესძენს ასე ვთქვათ მაღალი პროფესიონალიზმის ასე ვთქვათ გარემოს უზრუნველყოფს და გააძლიერებს რეალურად რა როგორც პროფესიონალს რომ მათ კონდეთ კარიერის განცდა და დაფასება კონდეთ რეალურად იმისთვის რომ იცავენ საზოგადოებას
ინკლუზიურად, განურჩევლად პოლიტიკური პრეფერენციებისა თუ სხვა პრეფერენციებისა და შესაბამისად ქვეყანა უფასებდეს ამას. მომავალში, მაგრამ დღეს მე გეკითხებით ეს ხალხი ვინც რაღაცის გამო ბრკოლდება და არ მოდის აქციებზე არ დგება თუნდაც იმის გამო რომ არ მოთხრა აი ნაცების გვერდით რა დგახარ ან რაღაც სხვა რამის გამო აი ამ ხალხს თან როგორ რა უნდა დობის პრობლემა დიახ აი ბოდიში ხა აი დობის პრობლემა არის აქ ანუ საპროტესტო საზოგადოება ბრაზი არის და აგერ ჩვენ ცოტა ხანში ვნახავთ რამდენი ხალხი არის გაბრაზებული ეს ბრაზი კიდევ უფრო გაიზარდა შეკავებული ბრაზი კიდევ უფრო საშიშია სხვათა შორის რა ანუ საპროტესტო საზოგადოება იზრდება რეალურად პროტესტი არსად არ წასულა ეხლა ამის გამოხატვის ფორმები იცვლება და რეალურად საზოგადოება როდესაც აი ეს რაღაცა ცენტრის ფორმას ანუ სიმძიმის ცენტრის და გრავიტაციას იძენს ეხლა ნელ-ნელა აი პატარ-პატარა არც ისე პატარა სხვათა შორის აქტივობებით ეხლა წინა იყო პროკურატურა ეხლა იქნება შსს შემდეგ კიდე არის ღონისძიებები და ეს სერია ღონისძიებები და მე კიდე იქნება ასე ვთქვათ 26 მაისს ვნახავთ მაგასაც რა იქნება მოკლედ საზოგადოება ასწორებს ეხლა ნელ-ნელა ფოკუსს, რომ საზოგადოების გადასაჭრელია ეს პრობლემა. რეჟიმი ჩვენ უნდა მოვაშოროთ და უნდა მოვაშოროთ არა მხოლოდ იმითი, რომ მე ეხლა არ მომწონს ეს და კი ბატონო არ მომწონს და ეს უნდა წავიდეს, მაგრამ ასევე რა მინდა საერთოდ რომ მივიღო და ეს პერსპექტივა უნდა დავანახოთ ჩვენ იმ საზოგადოებას, რომელსაც აქ ეს კითხვა, რა იქნება მერე, რა უნდა მივიღო მე მერე აი ამ ცვლილების შედეგად. ხო? აი ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, ოღონდ თავად საზოგადოებამ, იმიტომ რომ დაპირება პოლიტიკური გულიდან. აი რაღაცები უნდა მიიღო. ხო, სულ შედეგად. ის ეუბნება, რომ ასე შედეგად მიიღებ ნაცებს ხელისუფლებას. არა, ეს არ მე საზოგადოება იქნება საზოგადოება, კონსოლიდირებული საზოგადოება იქნება გარანტია იმისი, რომ იმას მივიღებთ რაც საჭიროა. პოლიტიკური ველზე კი აღარ იქნება დამოკიდებული ხა ზევიდან რას გადმოგიგდებენ ჩვენ რომელ ასე ვთქვათ ფოჩიან კამფეტებს დაგვიყრიან. არამედ საზოგადოებრივი ცნობიერებიდან წამოსული ძლიერი დაკვეთა, კვალიფიციური დაკვეთა იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრელი. და ეს როგორც უნდა იყოს რეალურ დემოკრატიულ ქვეყნებში, არ რაღაცა ტრანზიტულ ასე ვთქვათ პოსტკომუნისტურ რაღაცა საზოგადოებებში, რომელთანაც ეხლა ჩვენ გამოვდივართ და ამაში ივანიშვილის რეჟიმი ძალიან მაგრად გვეხმარება იდეაში, რომ შევხედოთ. არამედ ეხლა იქნება რეალურად ჩვენ ვიბრძოლებთ ეხლა და საზოგადოება რეალურად იბრძვის ფაქტიურად ახალი ტიპის დემოკრატიისთვის, თანამონაწილეობრივი დემოკრატიისთვის. საიდან საზოგადოებრივი აჩენს დაკვეთას და ამაზე აკეთებს სწორებას პოლიტიკური ველი და ვინც აი ამ ინსტინქტს, ამ საზოგადოებრივ საჭიროებას ვერ დააჯდება, ის პოლიტიკური ველიდან გაირიხება. ეს ერთმნიშვნელოვნად ესე იქნება და ეს არის შეუქცევადი პროცესი. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. კარგი, ნიკა, შეერასპიკე. ხო, მე ვფიქრობ პირველი, რა თქმა უნდა, დავიცვეთახმები, ყველაფერს ბრძოლა არის საჭირო პროდასალური ძალების, ვიღაცა ემხრობა ნაცებს, ვიღაცა არ ემხრობა ნაცებს, მაგრამ აქ ყველას ვინც დღეს არის, ასე ვთქვათ, ნეგატიურად განწყობილი, კრიტიკულად განწყობილი ქართული ოცნების მიმართ და შესაბამისად ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გამოდის, ყველა საერთო ღირებულებები, როგორც ასეთი გამოძრავებს, ხო? ეს არის ის, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის ევროპულ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, განმტკიცოთ დემოკრატიული ინსტიტუტები და მაგრამ რა პრობლემები არის? პირველი, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიანობა. იმიტომ არ უნდა იყოს რაღაც კონკურენცია, ვინ უფრო დიდი. აი, ეგ არის თემა, ერთიანობა არის საჭირო თუ პირიქით. კი, ვინ არის უფრო დიდი ოპონენტი თქვა ოცნების. ყველა ასე თქვა და მეორე, ეს არის ერთობა სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების. ყოფილა ეგეთ შემთხვევები, რომ პოლიტიკოსები მისულან, ხო? იქ აქციებზე და ნუ ხალხი გამოსულა ხო პოლიტიკოსებს აქ რა უნდათ და ასე შემდეგ. არა, ხო? ესაც ხო სიმპტომია. არ შეიძლება, ხო, ერთიანობა. არ უნდათ ეს პოლიტიკური პარტიების მიღება და ეხლა როგორ გინდა შენ ეხლა რაღაცა ბრძოლა იქნება, არჩევნები იქნება, თუ რას იქნება პოლიტიკური პარტიების გარეშე წარმართვა. არა, ხო, პოლიტიკურ პარტიას აძლევ ხმას. ხო, პოლიტიკური პარტიებიც უნდა იყოს იქ წარმოდგენილი, სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყოს ამის. ხო, არის თუ არა ეს პრობლემა თქვა, ამას როცა მიუღებლობა პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების. ერთიანობის არარსებობა, ხო, და აი კიდევ ვიტყვი, კიდევ ერთი საინფორმაციო ერთიანობა არასად ხوار დააზიანებს ამას. ვიღაცას თუ ნაცები არ უნდა, ეხლა იმასო რომ გაერთიანდები, მე შენ წარმოუდგენელი. ნაცები არა, მაგრამ ის უნდა ფიქრობდეს იმას, რომ ნაცები კი არა, პირველ რიგში დემოკრატია უნდა ნაცები როგორც ასეთი, ხო, ნაცები არ დაბრუნდებიან. ანუ აქ თუ ხელისუფლება იცვლება, აქ იქნება კოალიციური მთავრობა, აქ იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, არც ერთ პარტიას, მათ შორის არც ნაციონალურ მოძრაობას არ ექნება მონოპოლია ამ შემთხვევაში ძალაუფლებაზე. არა, იქნება რამდენიმე პარტია, რომელიც ერთმანეთს დააბალანსებს და მეტიც თუ შესაბამისად, როდესაც პროდასტალური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, მეტ ფაქტს რომ მალე მოვიდნენ და ხელისუფლება რა თქმა უნდა შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ეს იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების
ინსტიტუტების განვითარების, რომ არავის არ შეეძლოს ხელისუფლების წარმომადგენელს, იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ მას არ შეეძლოს უფლებამოსილებას საკუთარ გადაამეტოს, იმიტომ რომ კონტროლის ქვეშ მოყვება. მაგრამ ეხლა რა პრობლემაა ძალიან მთავარი, ერთ-ერთი მთავარი, რომ ოპოზიცია საერთო ჯამში ეგრეთ წოდებული კოლექტიური განსხვავება, ხო? აგებს საინფორმაციო ომს, აი ეს არის პრობლემა და სამოქალაქო საზოგადოება აგებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, ნუ ყოველ შემთხვევაში პრობლემები არსებობს ამ გზაზე, რატომ ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება აჯერებს ხალხს რას, რომ აი თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, იქნება ომი, საქართველოს ჩაერთვება ომში, ბევრს აღნიშნული ჯერა, მეორე ის რომ თქვა აი ნაცები დაბრუნდებიან და ისევ დაიწყება ხალხის გაუპატიურება და ხედავთ რას უშვებოდნენ ნაცები ხალხს და ამავდროულად ხო აშინებენ მესამე ის რომ ევროპა ჩვენ ღირებულებებს ასე ვთქვათ ებძვის და ქართველობას გვართმევს და ბევრს ეს და დედა ეკლესიას ებძვიან პატრიარქს ებძვიან გამიგე და აი საინფორმაციო ეს არის აი დეზინფორმაციის გავრცელება ხოშოს გებელსა კარგად ნათქვამი თავის დროზე როდესაც ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში 1923 წელს ხო გერმანიაში პირველი სამინისტრო შექმნეს ეს იყო თქვათ აი ეს ინფორმაციის და პროპაგანდის რაიქ სამინისტრო გებელსი ამბობდა რომ რაც უფრო დიდია თქვი მით უფრო იჯერებს მას ხალხი და მეორე კიდე რომ ესე იგი დაადანაშაულე შენი მოწინააღმდეგე შენ საკუთარ დანაშაულს ან თვითონ მოღალატეები არიან იმიტომ რომ იძახიან რომ აფხაზებს ოსებს ბოდიში და მოუხავდოთ საქართველოს ბოდიშია მოსახდელი მაგრამ ადანაშაულებენ ვის მოღალატეებს უწოდებენ იმ ადამიანებს ვის რეჟიმის წინააღმდეგ თქვათ იბძვიან ხო იქნება ეს ნაცგოძრაობის ხარდამჭერი თუ ლელოს ხარდამჭერი თქვათ მე ყველას უჭერ ამ შემთხვევაში მხარს მაშინ ერთი პარტია იყო ასე თქვათ ხო წინა ხელისუფლებაზე და არჩევანი იყო თქვათ გრეჩი ხას დაგინება და ხო დავინახეთ რასაც წარმოადგენს მე მგონი მართალი აღმოჩნდა ხო წლები გამო ხო ვიღაცა უცნობი ხელით რო შემოყავდა და 60,000 კაცი და ტაშრო უკრავდა სტადიონზე და რაც წარმოადგენს დღეს ძალიან კარგად ვიცით ხო ყველაფერი ხო ან იგივე ივანიშვილზე თავიდანვე ვიცოდი როდესაც თავის ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში რომ საფრთხეს წარმოადგენს თქვათ ეს ადამიანი ქვეყნისთვის ხო ვაფრთხილებდი ხალხს და ხო ბევრს ეგონა რომ ნაცების პროპაგანდისტი ვიყავი და რა ვიცი სუსის აგენტი და ამბავი მოკლედ ხო და ინფორმაცია არის საჭირო ხალხს უნდა აუცნან ამ შემთხვევაში რატო ჯობია რომ ოპოზიცია ეს არ არის ოპოზიცია ნაკოძრაობა ერთ-ერთი ძალა არის მაგრამ არა ერთადერთი ოპოზიციამ გაიმარჯვეს რატო არის დემოკრატია კარგი თუ ხალხი ბევრი ფიქრობს რას რომ მათ სულთ რა პური ნუ სანახაობასთან ერთად მაგრამ ეხა პური ხო აი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები წავიკითხე რა ინტერპრეს ნიუსმა გამოაქვეყნა მადლობელი ვარ სხვათა შორის თქვენი კომპანია ზუსტად რომ გუში გამოქვეყნა რომ 56% თვლის რომ ნუ თქვა რა პრობლემები არსებობს როგორ ვითარება უარესდება რომ თითქმის ნახევარი აცხადებს ეს ხელისუფლების მაგრამ ხალხს უნდა აუცნან აი თუნდაც ის ევროპა რატო არის კარგი პენსიონერს აუცნან რომ რამდენი არის საშუალო პენსია თქვა ევროპაში და რამდენია თქვა რუსეთში და რამდენია თქვა საქართველოში ხო რომ ევროპა ამით არის ჯობია ამით ჯობია რა საშუალო ხელფასია თქვა აი თუნდაც შრომის უნარიან მოსახლეობის წარმოადგენს გასაგებია აკეთეს არჩევნების მაგრამ ის ეფექტურად ვერ იმუშავებს აი შენთან ეს ბოლო კითხვა ვასრულებ შენ როგორ ფიქრობ ანუ გამოსავალი არის ყველა გაერთიანდეს ნაცი თუ არანაცი და ერთად დადგეს რითაც ჩემი აზრით უფრო გაუვლელოს შეიძლება პროპაგანდა ხელისუფლებას რო არის ყველანი ნაცები არიან თუ რაღაცა სხვა გამოსავალი არის აქ რო კი არ გაერთიანდნენ არამედ რაღაცა ნაცების გარეშე ცალკე გაერთიანება შეიქმნას რას ფიქრობ შენ პოლიტიკურ ველს ეხა შესაძლებლობა რომ ფოკუსი გაასწოროს არა პროტესტზე და პროტესტში რაღაცა როლის შესრულებაზე და ასე შემდეგ პროტესტი და საზოგადოებას თავის პროტესტში და ამ წინააღმდეგობის პროცესში მხარი უნდა დაუჭიროს, ხელი არ უნდა შეუშალოს, მაგრამ ფოკუსი უნდა მოახდინოს იმაზე, რომ გაჩნდეს სწორი, კარგად გააზრებული, ასე ვთქვათ, კარგად სტრუქტურიზებული და აღქმადი, ფართო საზოგადოებისთვის აღქმადი ნარატივი, ობიექტური ნარატივი რა იქნება მე პოლიტიკურ ველზე, ასე ვთქვათ, რას იზავენ ესენი, როგორ უზრუნველყოფენ ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს, მმართველობას, დეპოლიტიზირებულ, ასე ვთქვათ, გარემოს როგორ დაექვემდებარება ეს ყველაფერი საზოგადოებრივ კონტროლს და საზოგადოება ეხლა ამ მწიფდება ამისთვის რომ რეალურად ეს კონტროლი ეფექტურად ახორციელოს ხო და ანუ როგორ დაალაგდებიან თუნდაც იმ კოალიციურ რეჟიმში როგორი იქნება მათი შეთანხმება და ამ შეთანხმებაში როგორი ხასიათი ექნება მათ პოლიტიკურ ანუ რა ინსტინქტზე დაждდებიან აი ახლა ზურაბიშვილი ამბობს რომ რაღაც უკვე კოალიციურ მთავრობა ჩამოვაყალიბოთ და უთხრათ თქვა ხალხს რომ
ვინ იქნება და როგორ იქნება და ეს ამდა ხო, ანუ ეს მოდელი როგორ ხედავენ, არ უნდა არავითარი ქორწინება და გაერთიანება, პრობლემა არ არის. ეგ რეალურად უბრალოდ თქვენ რომ ერთად კოალიციურ რეჟიმში როგორ ითანამშრომლობენ და რა გარანტიები და რა მექანიზმებით იქნება ეს თანამშრომლობა თუ ეს პოლიტიკური ინტერაქცია, ასე ვთქვათ, გარანტირებული რომ ეს იქნება ნორმალური, დაბალანსებული, როგორც უნდა იყოს წესიერ დემოკრატიულ ქვეყნებში. და არ მივიღებთ აი ესე პოლიტიზირებულ მართლობას, არ მივიღებთ ისე რაღაც უზურპაციის რისკებს და აი ამ რაღაცა დაუბალანსებელი ჩვენი ასე ვთქვათ საჯარო მართლობის, ასე ვთქვათ პოლიტიზირებული მართლობის პირობებში, აი ამ დაუბალანსებელი ძალაუფლების ბობოქრობას არ მივიღებთ ისე. ხო, აი ეს უნდა წარმოაჩინოთ და ამაზე მოახდინოთ ფოკუსი და ეს ნარატივი იმ საზოგადოების აქტიურობასთან ერთად შექმნის ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, განცდას და აღქმას ფართო საზოგადოებაში, რომ ეხლა ჩვენ გვაქვს ამოცანა კი ბატონო რომ რეჟიმი უნდა ჩამოშალოთ, იმიტომ რომ მოღალატეობრივი რეჟიმი არის და ყველაფერი კი კარი ევროპისგან გვაშორებს და ასე შემდეგ და რეჟიმს რო ჩამოშლით, მე აი ეს იქნება და აი ეს რაც იქნება, ხო? მიგვიყვანს კარგ საქართველომდე, რომელიც არის ის რაც ყველას გვინდა თავიდან ბოლომდე, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ამაზე გაასწორონ ფოკუსი. სალომე ზურაბიშვილსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ თვალსაზრისით, რომ ეს ხიდის როლი ითამაშოს, ცდილობს ის გარკვეულწილად ამის გაკეთებას და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე რეალურად ამ ტრანზიტულ პერიოდში, ხო? მივიღოთ ის მხარდაჭერა და ის უსაფრთხოების გარანტიები, რაც საჭიროა, რომ ეს ტრანზიტი გავიაროთ მშვიდობიანად და კარგად და ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ. კარგად, ჩვენი დრო ამოიწურა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ნიგა შიდაძე, პოლიტოლოგი დავით გუმაშვილი, ჯგუფი ფარის წარმომადგენელი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მოგესალმებით ყველამ.